ქართულ პოლიტიკაში ისევ განხილვისაგანია ოპოზიციის და სალომე ზურაბიშვილის გეგმა საქართველოს მე-6 პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ. ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილი კონკრეტულ გეგმაზე არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ოპოზიციას საერთო გეგმა უნდა კონდეს და აქვე აცხადებენ იმასაც, რომ გაიზიარებენ, რასაც სალომე ზურაბიშვილი დასახავს. მმართველ გუნდში კი ყურადღებას ამახვილებენ პრეზიდენტის რეზიდენციიდან სალომე ზურაბიშვილის გასვლის საკითხზე. როგორც ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, მათ არ გონიათ, რომ სალომე ზურაბიშვილი რეზიდენციას არ დატოვებს. 29-ის კონკრეტულ გეგმებთან დაკავშირებით ჩვენ ყველა თვალსაზრისით გავიზიარებთ იმ საერთო ოპოზიციურ გეგმებს და რაც მთავარია იმას, რასაც პრეზიდენტი დასახავს, იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ განსაკუთრებით ასეთ გადამწყვეტ დღეებში ოპოზიციამ არ უნდა იმოქმედოს პარტიული დღის წესრიგით, არამედ საერთო ეროვნული და ევროპული დღის წესრიგით. ხვალ ამ რაღაც მასკარადს რო აწყობენ და ვითომ რაღაცა ინაუგურაციას რო ეძახიან და ვითომ რო პრეზიდენტი რო არჩიონ, მაგ ნაწილში არის რაღაცა ახალი რეალობა იქნება ხვალიდან, როცა იქნება ერთი მართლა ლეგიტიმური პრეზიდენტი და მეორე ცირკის მიერ არჩეული ვიღაც ბიზნეს მორიგი ზებრა და მასთან მიმართებაში დამოკიდებულება როგორ უნდა იყოს და ასე შემდეგ, მაგაზე შეიძლება მუშაობა ჩვენ ევროპელ და არა მარტო ევროპელ პარტნიორებთან. არ მჯერა მაგისი, რომ სალომე ზურაბიშვილი არ გამოვა რეზიდენციიდან. იმიტომ რომ ეს არის პირდაპირ სისხლისამართლის დანაშაული, რომელიც ითვალისწინებს 3-დან 15 წლამდე პატიმრობას და არ მგონია სალომე ზურაბიშვილმა და მის ირგვლივ მყოფმა ადამიანებმა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც მიუთითებს პირდაპირ რეზიდენციიდან ციხეში წასვლას. ხო, წარმოუდგენელია. მე არ მჯერა, არ ვიცი. არსებობს ასეთი ძველი ამერიკული ფილმი სასაცილო გოგონა და სალომე ზურაბიშვილს ძალიან უხდება ეს სათაური. აქაც სერიოზული კომენტარის გაკეთება არის აბსოლუტურად შეუძლებელი. 6 წლის წინ ზუსტად ასეთივე აქციას უწყობდნენ სალომე ზურაბიშვილს და ეხლა 6 წლის თავზე სალომე ზურაბიშვილი ამ ხალხთან ერთად აწყობს აქციებს. ხო, სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს. რა თქმა უნდა, ყველაზე სასაცილო მდგომარეობაში აქ არის თვითონ სალომე ზურაბიშვილი, ისევე როგორც მთელი რადიკალური ოპოზიცია. რა თქმა უნდა, ამას არავითარი ფასი არ აქვს. 6 წლის წინაც მაშინდელი რადიკალური ოპოზიცია და იგივე ხალხია დღესაც აწყობდა აქციებს, თუმცა საბოლოო ჯამში ჩატარდა ჩვეულებრივად ინაუგურაცია. დღესაც მოხდება, რა თქმა უნდა, იგივე.